ვინც ბარსელონაში გეგმავთ მოგზაურობას, არასკროლოთ ჩემი ვიდეო და გვიყურეთ ბოლომდე. ძალიან ბევრი პოსტი თუ კომენტარი ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოვედი უკვე ბარსელონაში, მივედი რამოდენიმე ლოკაციაზე, მაგრამ ბილეთები ვეღარ შევიძინე. ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა. ბარსელონაში მოგზაურობისას თითოეული ღირსშესანიშნაობის ბილეთები დაჯავშნეთ წინასწარ. და აი მაგალითად, საგრდა ფამილიას ბილეთები აუცილებლად 2 კვირით ადრე უნდა გქონდეთ დაჯავშნილი. ერთი ადამიანის ღირებულება არის 26 ევრო ტაძრის მონახულება, ხოლო ტაძრისა და კოშკის მონახულება ერთად არის 36 ევრო. ადგილზე მისვლის ბილეთების შეძენა შეუძლებელია. გუერის პარკი და სასახლე. შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ ონლაინში და დაახლოებით 2-3 დღით ადრე უნდა გქონდეთ წინასწარ დაჯავშნილი. ერთი ადამიანის ღირებულება არის 24 ევრო პარკისა და სასახლის ერთად მონახულება. ადგილზე მისვლის ბილეთების შეძენა შეუძლებელია. ბარსელონას საკათედრო ტაძარი. ბარსელონას საკათედრო ტაძრის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლსაც შეგიძლიათ შეძენა. ტაძრის მონახულება შესაძლებელი არის დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათიდან 4 საათამდე. არ ვრცელდება ფასდაკლება არც ასაკოვნებზე და არც პატარა ბავშვებზე. ხოლო რაც შეეხება კასაბატლო. კასაბატლოს ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლსაც. კასაბატლოს ბილეთის ფასი შეადგენს დაახლოებით მერყეობს 30-დან 40 ევროს ფარგლებში. თუ გსურთ გაიგოთ ბარსელონაში რომელი ღირსშესანიშნაობების მონახულება შეგიძლიათ უფასოდ, მაშინ გამოყვებით ჩვენ გვერდზე, გვიყურეთ და შემდეგ ვიდეოში მოგაწოდებთ აუცილებლად უფასო მუზეუმებისა და ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს და ასევე გასწავლით, როგორ მოინახულოთ საგრდა ფამილია უფასოდ.